შუახევის საკრებულოს წევრებს და აპარატის თანამშრომლებს 30%-ით გაზრდილი ხელფასი ისევ დარჩათ. საკრებულოს უმრავლესობის მცდელობა წინას ხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება შეეცვალა, უშედეგოდ დასრულდა. საკითხის განხილვისას საკრებულოს დარბაზი იმ დეპუტატებმა დატოვეს, რომლებსაც ხელფასის გაზრდის ინიციატივა ჰქონდათ წარდგენილი, რის შემდეგაც საკრებულოს თავმჯდომარემ სხდომა ჩაშლილად გამოაცხადა. წინას ხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება საკრებულოს აპარატის თანამშრომლებისა და დეპუტატებისათვის ხელფასის 30%-ით გაზრდის შესახებ ძალაში დარჩა. სხდომის დაწყებამდე საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა სოსლან ზოიძემ საკრებულოს თავმჯდომარის მიმართ სოსის უფროსისგან და მთავრობის წევრებისგან განხორციელებულ ზეწოლაზე გაამახვილა ყურადღება სხდომის დაწყებამდე. რამდენიმე წუთით ადრე კი შუახევის გამგებელი ტარიელ ებრალიძე, საკრებულოს თავმჯდომარე და აჭარის მთავრობის მონიტორინგის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ჯამბულ ქიძინიძე სასაუბროდ შეიკრიბნენ. საკრებულოს თავმჯდომარემ გაზრდილ ხელფასებს მოულოდნელი გადაწყვეტილება უწოდა. რაც შეეხება დღევანდელ საკრებულოს სხდომისა და იქ შეტანილი საკითხების თაობაზე არ გვისაუბრია, იმდენად, რამდენადაც ეს საკითხი თვითონ საკრებულოს გადასაწყვეტია და ჯამბულთან და ტარიელთან ამ თემაზე მე არ მქონია საუბარი. ჩვენ მოახდინეთ ინიცირებული საკითხი წინა თვეში მიღებული დადგენილების გაუქმების თაობაზე, რომელიც შეეხებოდა ხელფასების მომატებას. როგორ შეიძლება დღევანდელ სიტუაციაში რაიონში არსებული მდგომარეობის ფონზე საზოგადოებას თვალში ნაცარი შევაყავთ და ხელფასები ჩვენი მოვიმატოთ და საზოგადოება დავტოვოთ ისე? ზუსტად ერთი კვირის წინა პარასკევს 24 აპრილს საკრებულოს უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, მაგრამ ეს გადაწყვეტილება როგორც ჩანს არ იყო შეთანხმებული გამგებელთან, სუსთან, პოლიციასთან და იმ დღიდან დღემდე მოყოლებული საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტში აწყდება პოლიციის უფროსის და თანამშრომლების, სუსის და გამგებლის ვიზიტები. მთლიანობაში საკრებულო კანონმდებლობით ამოუკიდებელი და ამოუკიდებლად ღებულობს გადაწყვეტილებს, მაგრამ ეს არ აწყობთ და ეს მიღებული გადაწყვეტილების უგულვებყოფას აპირებენ.